ქრისტიანობას, როდესაც იწყებს ადამიანი და ქრისტეს გზა შეუდგება, ამასოფლის მტერი ბოროტი ცდილობს, რომ ადამიანი ქრისტესთან არ მივიდეს და ქრისტესთან ერთად სამოთხეში არ დაბრუნდეს. არ მოხვდეს. თვითონ დაკარგა სამოთხე და ეხლა ცდილობს და ჩვენ იქ არ მოვხვდეთ. ამიტომ ის, როდესაც ადამიანი გადაწყვიტავს ქრისტიანობას, პირველი ცდილობს შეუდგება ცხონების გზას, ანუ სამოთხეში მოხვედრაზე დაიწყეს ფიქსში, ანგელოზებთან მოხვედრაზე, ღმერთთან ყოფნაზე დაიწყეს ფიქსს. ამასოფლის ბოროტი, კაცთა მოდგმის მტერი ცდილობს, რომ ადამიანს ხელი შეუშალოს. პირველი ცდილობს, რომ ადამიანი ღმერთამდე არ მივიდეს. 1000 რაღაცებს გამოუჩეს დედამიწაზე, ამიტომ არიან დარბიან, დაფუსფუსებენ, რაღაცებს აკეთებენ, წყალს ნაყავენ. იესო ქრისტე ამბობს, რომ რა არის კაცმა სოფელი ყოველი ესე შეიძინოს და სულით ის იზღიოს, ანუ კაცი მთელი მსოფლიო მართველი რო გახდეს. რომელიმე პატარა ქვეყნის პრეზიდენტი არ, ქართლის დირექტორი ან ცეხის უფროსი კი არა. მთელი მსოფლიოს მართველი და ესეთ იქნება ანტიქრისტე. მაგრამ რა საკუთარ თუ სულ დაიყოფა და ჯოჯოხეთში მოხდება. და მაცხოვარი ამას რა აზრი აქვს ესეთ ცხოვრებას, რომ კაცი მთელი მსოფლიოს მართველიც რომ იყოსო და სულით ის იზღიოსო. ამიტომ ბოროტი ცდილობს, რომ ადამიანი ღმერთამდე არ მიიყვანოს. ამასოფლის საქმეები დააკავოს. თქვათ ადამიანმა გადალახა ეს პირველი წინაღობა და დაიწყო ქრისტიანობა შეუდგა, სწორად ეკლესიურ ცხოვრება შეუდგა. მეორე ეტაპი ეს არის, რომ ბოროტი ცდილობს, რომ ადამიანს ეს დაწყებული საქმე უხარისხოთ, უგულოდ, ნეუთბილად შეასრულებინოს. ხან ქრისტიანობს, ხან აქრისტიანობს, ხან ლოთობს, ხან ალოთობს, ხან წამალს იკეთებს, ხან მარხულობს, ხან ბრუშობს, ხან ლოთობს და ესე თამაშობს მთელი ცხოვრება. ანუ უგულოდ ჩაატარებინოს ეს ყველაფერი. ადამიანმა ესეც გადალახა. და მოშურნე ცხოვრობს, ლოცულობს, მარხვებს ინახავს. მესამე ყველაზე მზაკრული და ყველაზე დამანგრეველი შემოტევა ბოროტისა ის არის, რომ ადამიანს ეუბნება, ყოჩახ შენ, რა კარგი ხარ, ნახე ეს ხვები რა დღეში არიან და შენ კიდე რა კაი ბიჭი ხარ, როგორ კარგად იქცევი, ანუ ამ პარტავნებაში ჩააგდოს ადამიანი და ამით დაღუპოს. და ეს იქნება მისი საბოლოო დაღუპვა.